ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში მოძრაობა დავითიანმა 2025-2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე ახალგაზრდული პროგრამებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების წლიური ანგარიში იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მოძრაობა დავითიანის წარმომადგენლებმა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს. ტექ კლაბმა წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ეპოქაზე სპეციალურად მომზადებული ვიდეო რგოლი წარმოადგინა. გარდა ამისა, მოძრაობა დავითიანის წევრებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი პროექტის წარადგინეს. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ პროექტ წიგნიერი ლიდერის გამარჯვებულები. მათ ტაო-კლარჯეთის საგზურები გადაეცათ. გამარჯვება მოიპოვეს თბილისის 115 და 59 საჯარო სკოლებმა. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, სხვა სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოძრაობა დავითიანის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სკოლის დირექტორებს თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ერისათვის, რადგანაც აქ ახალგაზრდების საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია დავითიანის 2025-2026 სასწავლო წლის და სამუშაო წლის შემაჯამებელი ღონისძიება იმართება. მე ჩემის მხრივ მოგახსენებთ იმას, რომ წარმოდგენილი გვაქვს დავითიანის ტექ-კლაბის ბაზაზე აწყობილი AI გამოფენა, რომელიც აფხაზეთს ეძღვნება, ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება. ასევე წარმოდგენილი გვაქვს ვიდეო მიმართვა დავით აღმაშენებლისა, AI-ით გენერირებულია ბუნებრივია ეს ვიდეო მიმართვა და ამ ვიდეო მიმართვას ძალიან ბევრი ემოცია მოყვა საზოგადოებაში. ძალიან დიდი სითბოთი და ძალიან დიდი სიყვარულით აღნიშნეს ადამიანებმა, რომ ამ ემოციების გაცოცხლება მათში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ასევე წარმოდგენილი გვაქვს AI ასისტენტი, რომელიც დავითიანის ტექ-კლაბის ბაზაზე აშენდა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავითიანის ტექ-კლაბის ასისტენტი მრავალ სფეროს შეეხება. დღეს კონკრეტული მოცემულობით ჩვენ საგამოფენო სტენდზე გვაქვს პირდაპირ მოწყობილობა აგებული, სადაც ადამიანებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ კომუნიკაცია დაამყარონ ამ ასისტენტთან და დაუსვან ნებისმიერი კითხვა აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით. ხმოვანად, გნებავთ წერილობითად და ეს მოწყობილობა ასისტენტზე დაფუძნებული აუცილებლად გასცემს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან პასუხს, რომელიც გამყარებული იქნება სამეცნიერო შრომებით და რომელიც გამყარებული იქნება რეალური ისტორიული ფაქტებით. ეს ასისტენტი, რომელიც დღეს ჩვენ აქ წარმოვადგინეთ, არ არის სრულყოფილი, მიმდინარეობს მისი განვითარება და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ ამ ასისტენტის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს, თითქმის ნებისმიერ ენაზე ექნება იმის შესაძლებლობა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეისწავლოს და კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით თუ საჭირო გახდა სამეცნიერო ნაშრომიც კი დაამზადოს. ჩვენი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ბატონ დავით ფაცაციას და მთელს სამინისტროს ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს. მათი მხარდაჭერა რომ არა, ჩვენ ნამდვილად გაგვიჭირდებოდა აი ამ პროდუქტის შექმნა, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს ღონისძიებაზე. დავითიანმა ჩაატარა წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ძალიან ლამაზი საღამო იყო, კარგად წარმოაჩინეს ის პროექტები, ის აქტივობები, რაც მათ განახორციელეს მთელი წლის განმავლობაში და ეს არ იყო მხოლოდ ამ წლის დახურვის ღონისძიება, არამედ ეს იყო ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი პრეზენტაცია მომავალი თაობებისთვის, რადგანაც ჩემი დიდი სურვილი არის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროექტში, რადგანაც არის ძალიან საჭირო პროექტი თითოეული ჩვენი ახალგაზრდისთვის. აქ გარდა განათლებისა ისინი ისწავლიან ურთიერთობას, მეგობრობას და იმ ძვირფას ღირებულებებს, რომლებიც არის ჩვენი ცხოვრების თამდევი და დავითიანის ორგანიზაცია ძალიან კარგად ახორციელებს ამ პროექტებს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ კოტეს იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის, რადგანაც ეს სიყვარული უნდა დავანახოთ ჩვენ სწორად, რაც გაგვაჩნია ეკლესიას მათ მიმართ და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ასევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს გვაქვს
ღირებულებითი განათლება, რომელიც ხორციელდება საჯარო სკოლებში და ფაქტიურად identური არის ეს, რადგანაც ესენიც დავითიანის ორგანიზაციას ასევე ხაზს უსვამს იმ უნივერსალურ ღირებულებებს, რომლებიც არის ჩვენი ცხოვრების თანმდევი. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო კურსდამთავრებულებს და უსურვო ულევი წარმატება ცხოვრებაში. დავითიანმა შეაჯამა თავის საქმიანობის 1 წელი ახალგაზრდული პროგრამების ჭრილში. მოგეხსენებათ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევი დაფუძნდა დავითიანი და მისი უწმინდესობის შიო მესამის ლოცვა-კურთხევით ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას არა მარტო ახალგაზრდების წრეში, არამედ აკადემიურ წრეშიც და მომავალი წლიდან საკმაოდ მასშტაბურად ვფიქრობთ გავშალოთ ის მიმართულებები, რაც აქამდე უკვე დავითიანში დააგროვდა როგორც გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარებას დღევანდელი ახალგაზრდობაც ითხოვს და საჭიროებაც არის ამ ყველაფრის, რომ ჩვენ მოვახდინოთ სწორი ფასეულობების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა იმ პროგრამების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ათეული წლებია დავითიანში სხვადასხვა გზით მიმდინარეობს და მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს უწმინდეს ამ ყველაფრისთვის და უსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ბევრი მსგავსი ღონისძიებები და საშუალებები იყოს იმისა, რომ ახალგაზრდებმა გამოძებნონ ისეთი კერები, როგორიც დავითიანია და მოახდინონ თავიანთი ცოდნის და ენერგიის სწორად მიმართვა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, ჩვენი ფასეულობების დაცვისათვის და ეროვნული და სულიერ პატრიოტული გარემოს შექმნისთვის. ახალგაზრდებში რაც ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ჭირს და ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც დავითიანს უჭერს ხარჯს და მადლობა ჩემს ძვირფას გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს ჩვენი პროექტების კეთილ და წარმოჩენაში. პირველ რიგში მინდა მიულოცო ახალგაზრდებს წარმატებული პროექტის განხორციელებას და შეჯამებას. ეს არის 25-26 წლების დავითიანის საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებების შეჯამება. ჩემთვის როგორც აფხაზეთის დევნთა მინისტრისთვის საოცარი სანახაობა იყო, მათ შორის ახალგაზრდების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან ტევადია და ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ახალგაზრდებმა შექმნეს, ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და ძალიან ნაყოფიერი ნაბიჯი, პირველადი საძირკველი იმისათვის, რომ მომავალში უფრო მეტი ცოდნა და მეტი გონიერება, მეტი აქტიურობა მიეცე და შესაძლებლობა ჩვენ ახალგაზრდებს უფრო მეტი ცოდნა მიიღონ და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდების მიერ შექმნილი პლატფორმა ძალიან საინტერესოა და შეიძლება ითქვას ნოვაციაა, პირველია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის რეალობაში და ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ასეთ ტიპის ინიციატივებს, განსაკუთრებით, როცა საპატრიარქოს ახალგაზრდებზეა საუბარი, როცა დავითიანის ახალგაზრდებზეა საუბარი, ეს არის ის ისტორიული ენერგია, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მომავალ საქართველოს გასაბწყინებლად. დღეს იყო საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის წიგნიერი ლიდერის დახურვის ღონისძიება ბოლოს არის. ამით ჩვენ 1 წლის ჩვენი საქმიანობა შევაჯამეთ და საბოლოოდ დავასრულეთ ჩვენი მოღვაწეობა დავითიანში. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ამავდროულად სამწუხაროდ, იმიტომ რომ გვიწევს ამ ორგანიზაციის დატოვება, იმიტომ რომ ჩვენ დავითიანისგან მივიღეთ ძალიან დიდი ცოდნა, სიყვარული, რწმენა, საკუთარი თავის, ღმერთის და ერთმანეთსაც. ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ, ძალიან მიხარია რომ დავითიანის წევრი ვიყავი და იმედი მაქვს რომ კიდევ გავაგრძელებთ მათთან კავშირს. დავითიანის ტექ-კლაბმა გადაამზადა ბავშვები, რომელსაც ასწავლიდა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კონტენტის გენერაციას, მათ შექმნეს ფოტო, ვიდეო კონტენტი, როგორც რელიგიური, ისე ისტორიული, გააცოცხლეს ძალიან ბევრი ისტორიული მოვლენა. დღეს მაგალითად ჩვენ გავაცოცხლეთ დავით აღმაშენებელი, ასევე აფხაზეთის გამოფენაც ჰქონდა და აქაც იყო წარმოდგენილი იმ გამოფენის ნამუშევრები. მნიშვნელოვანი ასპექტი და სამომავლოდ ძალიან ბევრ და საინტერესო პროექტს გავაკეთებთ აუცილებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. მოძრაობა დღემდე არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.